მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მადონას კოსმონავტის გული აქვს და ამაში თქვენ ახლა დარწმუნდებით. დიდუბის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორია ტრანსპორტის ქუჩა, საზოგადოებრივი ტუალეტი. Vaime. ეს არის ყველა საპირფარეშო, კი ბატონო. ჩვენ ვართ თბილისში. აი ნახეთ, ჯანდაცვის სამინისტრო და დიდუბის მეტრო. და ეს არის საპირფარეშოები, ნახეთ, რომელიცაც სარგებლობს აქ ჩამოსული მოსახლეობა. წყალი, ხელის საბანი ნახეთ და თვითონ ნახეთ აი საპირფარეშოები რა მდგომარეობაშია. შიგნით შესვლა არ არის საჭიროდ საბედნიეროდ. აქ აი ნახეთ, ჩასარეცხის საშუალებაც კი არ არის. შეხედეთ აი როგორი მდგომარეობაა და აქ რა ღირს საპირფარეშოში შესვლა? აწერია ხო 40 თეთრი. ფულს რო იღებთ, ვინც იღებთ, არ ვიცი, მე ვის ეკუთვნის ეს საპირფარეშოები, მაგრამ ნამუსი იქონიეთ და როგორც მინიმუმ მოაწესრიგეთ მაინც. ხელის დაბანის საშუალება მიეცით ადამიანებს და ადამიანები არ არიან პირუტყვები. საპირფარეშოს მოწესრიგებული უნდა იყოს და ყველაფერი მით უმეტეს, როდესაც აქვე არის ავტოსადგური, უამრავი ტურისტი ჩამოდის, უამრავი საქართველოს მოქალაქე სარგებლობს ამით და ინებეთ და ფულს როდესაც იღებთ, გვეცით პატივი, გაარემონტეთ მინიმუმ და მე 40 კი 50 დაადეთ. ოღონ სუფთა პირობებში და ისეთში არა, რომ ადამიანი იგუდებოდეს. სხვათა შორის, ერთ-ერთი ყველაზე მეტი საშინელი ტანჯვა იყო, როდესაც მეორე სამამულო ომის დროს, აი ზუსტად წამება იყო, როდესაც აი საპირფარეშოს სუნით აწამებდნენ ადამიანებს. 21 საუკუნეში არ შეიძლება, რომ ისევ ის წამებას გავდიოდეთ. სირცხვილია. თბილისში ვართ, დედაქალაქში ვართ. ინებეთ, ვისაც ეკუთვნის ეს კერძო ტერიტორია, როგორც მინიმუმ საკუთარ თავს ეცით პატივი და მოაწესრიგეთ და აქედან გამოტანილ ფულს ჯიბეში ჩაიდებთ, ისევ აქ დახარჯეთ და მოაწესრიგეთ. ამ ტუალეტებში დადის უამრავი ადამიანი. ის ადამიანები, ვინც აქ მუშაობენ, ემსახურებიან ადამიანებს, ტურისტები, მგზავრები და სულ მცირე პატივისცემას იმსახურებენ ეს ადამიანები. ამიტომ სასწრაფოდ მოსაწესრიგებელია ყველა ესეთი ობიექტი. და კიდევ ერთი, მე მინდა გადმოგცეთ თქვენ თხოვნა იმ ადამიანების, ვინც აქ მუშაობს, ისინი იყვნენ მოსულები და მითხრეს ესეთი რამ, ღამე აქ მუშაობს ხალხი. ღამე არის მგზავრობა, სადგური მუშაობს, მაგრამ ყველა ტუალეტი დაკეტილია. შესაბამისად, ვერც მგზავრები, ტურისტები, ვერც ის ადამიანები, ვინც ღამის ცვლაში მუშაობენ, ვერ შედიან საზოგადოებრივ ტუალეტში.